ჩვენ ქონდა საუბარი პამფილოგენური ვენების დისფუნქციასთან დაკავშირებით, მაგრამ შევეცდები კიდევ ერთხელ გავიმეორო ეს პათოლოგია, რადგან ეს პათოლოგია საკმაოდ რთულია, საკმაოდ მძიმე მიმართულებას წარმოადგენს და არსებობს ის, რასაც ნიშნავს პამფილოგენური ვენების, ასე ვთქვათ, რთული ხასიათი და ეს ხასიათება ვენური სტაზით, ვენური დნერაჟის დარღვევით, თერმორეგულაციის მექანიზმის მოშლით, რეტროგრადული ვენური რეფლუქსით. პამფილოგენური ვენების დისფუნქცია წარმოდგენილია როგორც სპერმატოგენეზის დარღვევის ცენტრალური ტრიგელური მექანიზმი. ეს მექანიზმი ვენური ჰემოდინამიკის მოშლის, ავტონომიური დისრეგულაციისა და ბიოქიმიურ მეტაბოლური დესტაბილიზაციის გზით იწვევს სათესლეების მიკროგარემოს კომპლექსურ დარღვევას და მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის შემცირებას, ანუ სპერმის ხარისხის დაკვირვებას. მისი ჰიპოქსია, ოქსიდაციური სტრესი და მეტაბოლური დისბალანსი ერთობლივად ააქტიურებს აპოპტოზურ გზებს. აპოპტოზური გზა ნიშნავს იმას, ეს არის ნაადრევი კდომა და ნაადრევი აპოპტოზი, ესე იგი თვითონ სპერმატოგენეზისა და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვლელ უჯედებს CD95, რომელიც დამოკიდებულია აპოპტოზური სიგნალინგის გაძლიერებაზე, რაც იწვევს სპერმატოგენური უჯედების აპოპტოზს, DNM-ის ფრაგმენტაციის დასს და სპერმატოგენეზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენების დაქვეითებას, რის გამოც დიდხანს იტანჯებიან პაციენტები და პრაქტიკულად დიდხანს დიაგნოზი ვერ იცნება, თუ რის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული მამაკაცის უშვილობა. ამ საკითხს ჩვენ ძალიან კარგად ვფლობთ, ძალიან კარგად დიაგნოსტირებთ და შესაბამისად კურნალობის შედეგებით გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ვლინდება.